მოგიფიქრიათ, როდესმე რატომ ქვია საქართველოს ამა თუ იმ მუნიციპალიტეტსა თუ სოფელს ესა თუ ის სახელი. აი მაგალითად ახლა მივდივართ დედოფლის წყაროში და როგორც გავარკვიე, ამ ადგილას თამარ მეფის მოლაშქრეებს აღმოუჩენიათ სასმელი წყალი, რომლითაც მოსახლეობა დღემდე სარგებლობს. სწორედ აქედან მოდის სახელიც დედოფლის წყარო. ჩვენი მასპინძელი არის ბატონი გიორგი ალავერდაშვილი, რომელიც დღეს იმასპინძლებს ამ არაჩვეულებრივ რთველის ტურში. ეს მე უნდა გამოგართვათ, ხო? აი, მზად ვარ, მოკლედ ეს ქუდიც მაქვს, ესეც მაქვს. ეხლა მოდი მომიყევით თქვენი ვენახის შესახებ, რამდენი წლისაა თვითონ ეს ყურძენი, საერთოდ რა ჯიშის ყურძენია თქვენთან და რამდენი ხანია რაც მეღვინეობას მისდევთ? ქაწითელის ჯიშის ყურძენია, საფერავის ჯიშის ყურძენია, ეს ვენახები მიახლოებით 1-50 წლის არის. ქართველი კაცი ყველა მეღვინეა თითქმის და სახში ყველას მარანი გვაქვს სოფელში. ეხლა აი ოზანელი მეგობრები არიან, აქ ვენახები ტიბანს აქვს, არბოშიკს აქვს და ოზანს. შორის მინდა გითხრათ, რომ ესე რომ მოწყვეტო, მე აუცილებლად გაწმინდა შეჭამო. არაჩვეულებრივია. ძალიან გემრიელია. მართლა, აი არაფერი არ ჯოფია. ესე რაღაც შენი ხელით რომ მოწყვეტავ, ბევრად გემრიელია, დამიჯერეთ. ვიდრე სადმე მაღაზიაში ან ბაზარში ნაყიდი ყურძენი. კახეთში დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტის სამხრეთ ნაწილში ელიას მთაზე. ელიას მთა არის უძველესი ისტორიული ძეგლი, რომელიც დაახლოებით მე-6 საუკუნით თარიღდება და ახლა ჩვენ ვიმყოფებით ზღვის დონიდან დაახლოებით 1001 მეტრზე და ელიას მთის შესახებ მოგყვება ბატონი გიორგი ნატროშვილი უფრო ვცვლად. ამ ადგილზე მე-6 საუკუნიდან დაფუძნდა, ეს დაკავშირებული არის 13 ასურელი მამის სტეფანე ხირსელის სახელთან. რაც შეეხება მონასტრის დაარსებას, იგი არის ელია თეზბიტელის სახელობის. ელია თეზბიტელი არის უდიდესი წინასწარმეტყველი არის ქრისტეს შობამდე მე-9 საუკუნეში, ვინც მოღვაწეობდა. მეორედ ეს ვიცით, რომ მე-6 საუკუნით თარიღდება, მაგრამ როგორც ვიცი, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მოქმედი არ იყო. ხანდახან, როდესაც შემოსევები იყო სპარსელების და ისინი ანადგურებდნენ, რაღაც პერიოდი წყდებოდა მოქმედება, მაგრამ კომუნისტურ პერიოდამდე თითქმის მუდმივად მოქმედი იყო აქ მონასტერი. მხოლოდ აი კომუნისტების დროს მოინდომეს ამ ადგილის აფეთქება, მაგრამ ვერ ააფეთქეს. იმ აფეთქების შედეგად ხელმძღვანელი ამ ოპერაციის გარდაიცვალა. და მაგის შემდეგ ვეღარავინ ბედავდა ამ ადგილის აფეთქებას და მე ესეთი მეთოდი მოიფიქრეს, რომ გაავრცელეს ხალხში ჭორი, რომ თითქოს მის საძირკველში დაფლული იყო დიდი რაოდენობით ოქრო. და ხალხმა მაშინ უკვე ბევრი ურწმუნოებაში იყო, ეს დაახლოებით 30-იან წლებში ხდება და ნაწილი დაშალეს ეს ტაძარი საძირკვლამდე. მე ბავშვობაში მახსოვს, მხოლოდ საძირკველიღა იყო, აქ არაფერი აღარ არსებობდა. საძირკველიც მაყულის ბარდებით იყო დაფარული, თუ არ იცოდი სად იყო, ვერც გაიგებდი, თუ იქ როდისმე ტაძარი არსებული. 2000-იანი წლების დასაწყისიდან ჩვენ ვეცადეთ, რომ
ამ ადგილზე ადგენილი იყო მონასტერი, დაცული ტერიტორიების საგრანდო პროექტი გახორციელდა და პირველი ბიძგი ამან მისცა $20,000 იქნა მოგებული და ამით დაიწყო ამ ტაძრის მშენებლობა. რა თქმა უნდა, მერე ხალხიც შეეწია და ძალიან ბევრი ადამიანი ფიზიკურად შრომობდა აქ. აქ ყველაფერი დაახლოებით 45 მეტრის სიმაღლეზე ხელით არის ამოზიდული, სათითაო ქვა, ლოდი, კენჭი და რა ვიცი, ცემენტი, ბეტონი. idეაში მოსახლეობის აშენებულია. მოსახლეობა რამოდენიმე დღე სჭირდებოდა მასალის ამოზიდვას და ხან მესაზღვრეები, ხან პოლიციელები, ხან ეს მოხდა 2006 წელს, ხო? 2005-2006 წლებში მიმდინარეობდა და მოსახლეობის დიდი ძალისხმევით და აი ამ საგრანტო პროექტის ბიძგით მოხდა ამ ტაძრის მიყვანა დღევანდელ მდგომარეობაზე. დაცულ ტერიტორიაზე, როგორც ვიცი, აქ არის ძალიან ბევრი ჩანჩქერები, ფრინველებზე დაკვირვება და ასე შემდეგ. უფრო კონკრეტულად მე თქვენ გითხარით, აი დაახლოებით რამდენ კილომეტრზეა გაშენებული და რა ხდება აქ? ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები სამი კატეგორიის ტერიტორიებს მოიცავს, ზოგადად არის ნაკრძალი, არის ეროვნული პარკი და არის ბუნების ძეგლი. ჩვენ ამჟამად ვიმყოფებით, ეს არის არწევის ხეობის ბუნების ძეგლი. მნიშვნელოვანი იმითაც არის ეს ადგილი, რომ რამოდენიმე სახეობის კლიმატის მცენარეული საფარი შეიძლება ნახოთ აქ, როგორც ჭაობის, ასევე ჩვეულებრივი სტეპის და მაღალმთიანი ზონის საფარი, რაც უნიკალური არის. ფრინველების თვალსაზრისით ძალიან მდიდარია. აქ შეიძლება ნახონ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფრინველი მსოფლიოში ორბი, რომელიც დაახლოებით 2 მეტრი და 80-ია ფრთაშლილი. თან აქ ხეობაში, გარდა იმ ყველაფრისა, რაც ჩამოთვალეთ, შეგვიძლია რამოდენიმე ჩანჩქერის ნახეთი არის ახლოვე და რამოდენიმე არის ერთი გამოქვაბულში ჩამოდის და ბოლო არის ყველაზე დიდი ჩანჩქერი. ბატონო გიორგი, ძალიან მნიშვნელოვანია და ჩემი აზრით მაყურებელს დაინტერესებს ყველა შეუძლია თუ არა რომ ეწვიოს ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებს. ანუ არის თუ არა ყველასთვის ხელმისაწვდომი და შესაძლებელი. კონკრეტულად ამ ბუნების ძეგლზე შესვლა უფასო არის და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოვიდეს. თვითონ ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე წასვლა შესასვლელი გადასახადი არის ადამიანზე 5 ლარი და ასევე მანქანის გადასახადიც არის 5 ლარი და ეს იმხელა თანხა არ არის, მე მგონი ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. კი, ნამდვილად ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება და ჩემი აზრით დღეს 5 ლარი არაფერი არ არის იმისთვის, როცა ადამიანს უნდა რა ბევრი ლამაზი ადგილი მოინახულოს და მით უმეტეს ამ ადგილას მოსვლა არის სრულიად უფასო და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აქედანაც კი რო გავიხედებით, იმდენად ლამაზი ხედი და ბუნება იშლება, რომ დიდი ფუფუნებაა, მოკლედ თან უფასოდ ამ ყოველფრის ნახვა. ვისაუბროთ ახლა თვითონ კოტეჯების ტიპზე. პირველი რაც ნებისმიერ ადამიანს ყურში მოხდება, ეს არის ეკომეგობრული სოფელი. აი ეკომეგობრული რას ნიშნავს? რატომ არის ეს სოფელი ეკომეგობრული? პირველ რიგში, იმიტომ არის ეკომეგობრული, რომ ანუ ამ ყველაფერს ვაკეთებთ ეკომეგობრული მასალისგან. ხისგან არის ძირითადად ყველაფერი დამზადებული და სხვა მასალები ძალიან იშვიათად რა რაღაცაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ნამდვილად დღეს. გვაქვს ჩვენ 10 კოტეჯი და ეს კოტეჯები ერთმანეთისგან განსხვავდება.
განსხვავდება თავის ტიპით და განლაგებით. ანუ სხვადასხვა ხედი აქვს. ზოგიერთ კოტეჯს აქვს ხედი ეზოზე. არის კოტეჯები, რომლებსაც აქვთ ხედი კავკასიონზე და ალაზნის ველზე, რომელიც ყოველთვის განსხვავებული და გამორჩეული არის. კიდევ დამატებით ის აქვს, რომ ანუ ამ პანორამა საძინებლის გარდა აქვს ჯაკუზი აივანზე, რაც სულ სხვა განზომილებაა. მოკლედ, ერთ სივრცეში გაქვთ ყველაფერი მოქცეული და ნუ ამის გაფართოვებას კიდე რო გეგმავთ, ესეც ნუ ძალიან მნიშვნელოვანია. იმის გარდა რომ ჩვენ მომხმარებელს თავაზობთ, ესე იგი 7 და წყნარ ადგილს, ვისაც ეს არაკმაყოფილებს და უფრო მეტად უნდა აქაურობის აღმოჩენა, გარშემო ადგილების აღმოჩენა, თავაზობთ ტურებს. ზოგს აინტერესებს მაგალითად სიღნაღი, ძველი ქალაქი, მონასტერი. ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ადამიანისთვის, იმიტომ რომ მე რა ჩამავდივარ კონკრეტულ ადგილას დასასვენებლად, ძალიან ხშირ შემთხვევაში მაინტერესებს რა ხდება ამ სასტუმროს გარშემო და ირგვლივ. შესაბამისად, კარგია. მალ გეგმებზეც რომ მოგვიყეთ, მაშინ ორი სიტყვით, იმიტომ რომ მე როგორც ვიცი, თქვენ აკეთებთ დახურულ აუზს, ხო? დაწყებული გვაქვს დახურული აუზის მშენებლობა, რომელშიც ადამიანს შეუძლია არა მარტო აუზის სარგებლობა, არამედ მასაჟის ოთახები იქნება და გასართობი ოთახი, სადაც იქნება ტენისის მაგი და ბილიარდის მაგი და ასე შემდეგ. ძალიან კარგი. არ გაგვიმართლა მეგობრებო სამწუხაროდ. ჩვენ არ შეგხვდა მე ახლა, მაგრამ არა უშავს. გაზაფხულზეც ჩამოვგზავნით. პირობას ვდებთ, რომ გაზაფხულზე ისევ ჩამოვალთ და განახლებულს ყველაფერს დიდი სიამოვნებით მივიღებთ. ამასობაში დაღამდა, დავბრუნდით სასტუმროში და რა უნდა გავაკეთოთ კახეთში თუ არა მწვადის შეწვა. გაგიმარჯოს ეკა. კარგი მწვადი რო შეწვა, უნდა გქონდეს კარგი ხორცი. კარგი ქართული ნატურალური ხორცი. ჩვენ აქ ჩალაღარს ვანიჭებთ მაინც და მაინც უპირატესობას და კიდევ სუნკს. ორი სუნკის მწვადს. ხე თავიდან ერთად იცი რა დაობნიე? რომ არ გამოშრეს მწვადი. და მე რა უნდა გამოგიშრა? ხა. სირცხვა. და მე უნდა გააცალკევო ესე. ესაც გავიგეთ რომ ფერს რო შეიძროს. კი ბატონო, თავიდან უნდა იყოს მჭიდროდ, ხორცის ნაჭრები და შემდეგ უნდა გავაცალკევოთ. ძალიან დიდი მადლობა ამ მასტერკლასისთვის. მოკლედ გავიგეთ როგორ უნდა შევწვათ კარგად მწვადი, ისე რომ გემრიელი გამოვიდეს. მე კი მინდა რომ დღეს დაგემშვიდობათ, ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო და გემრიელი მოგზაურობა გამოგვივიდა კახეთში, კერძოდ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მირზაანში. დროებით.